შეკითხვას გისვა. რა უბედურება ამოდენას საქართველოში, რომ აი ეს ვერ გააკეთო, აი ეს რო ვერ გააკეთო. ამის წარმოებას გულისხმობ. აი რა წარმოება ეს, მარი ხვალ ვიტყვი და ზეგ გავაკეთება. რა თქმა უნდა. მაგრამ მე მეტყვია რომ ერთ-ერთი მინისტრის ბიძაშვილი თუ სიძე შემოაგეს და შენ ხელს უშლიო ბიჭო გაგიჟდები კაცი იმანაც გააკეთოს და თქვენც გააკეთეთ ეს არის ჩვენი უბედურება აივან არიცის როგორ გააკეთოს გაიგი მაგრამ ბიძა ყავს ეგ რძევით მე არ მყავს ბიძა ამ წუთას მე პატრონად მიმაშინი ხარ შენ მე შენ უყურეთ მარი უყურე ეს არის რა არის პადიონიკი არის რაღაც ამ ავტომობილს გაუფუშდა შემოიყვან აწევს გააკეთებ ჩამოიყვან წაიყვან გინდა არ გინდა ეს ყველას ჭირდება ხო კი ბატონო უყურე აი შეხედე რამდენი ნაწვალებია მოდი შეხედეთ აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს არის 4 ტონა ნახევრიანი 500 კაც შემოქონდა ეს საქართველოში, მაგრამ მარტო ჯელაბარკალაიას იყიდება. რატო? ისმება კითხვა, რატო? იმიტომ რომ კარგი შემოქონდა, იცის ახლა საქართველოში ადამიანი არ დარჩება მას რომ ამ გადაცემას რომ არ დაინახავს. ხო, ყველა მიცის რომ ყველა იძახოდა რომ ბარკალაიას პადიონიკი, კანოპი, პიკაპი. აი უყურე, ის არ შემოიტანო, იმიტომ რომ იმას შემოაქო და კაროჩიო რა, პაბრაცკი. თუ არა და კი იცი პაბრაცკი, თუ არა. მიყვები იცი ხო? მე შედეგი. იცი ნამდვილად. ეს არ შემოიტანო, იმიტომ რომ ჭიჭიკო შემოაქო, ჭიჭიკო ბენდელიანი როა, ხო იცი, იმას შემოაქო. მანქანა არ შემოიყვანო. მითხარი რა გავაკეთო, რამე მიფშიები. მინდოდა მასაჟის ბიზნესი გამეკეთებია და ტაილანდიდან შემოვიყვანა მასაჟისტები. სხვა რა გავაკეთო მითხარი. რო დავიბადე იმის შემდეგ ავტომობილსა და მის ირგვლივ რამე თუ არსებობს ამ საქმეზე უმუშაობ. გეკითხები გელა ბარკალაიას შეუძლია საქართველოში 15000 ადამიანი დაასაქმოს ეს უყურე აი ესე. მარტო ტაქსი რო შევცვალო ხალხი გაიხარებს და 15000 ადამიანი ეგრევე დასაქმდება, ხო? მაგრამ შენ უნდა მომიგვარო. მე მოგიგვარა. აი, შენ მომიგვარო. ახლა უყურე, ეს არის პადიონიკი და